როგორც ირკვევა, აი ეს შედგენის წესი კვარკებისაგან ჰადრონებისა არ არის ნებისმიერი, უნდა იყოს ძალიან კაცრად განსაზღვრული. რატომ? იმიტომ რომ თურმე აი ეს წესი შემდგომ მთლიანად განაპირობებს იმ თვისებებს, რომლებსაც ესა თუ ის ჰადრონი, ეს იქნება ბარიონი თუ მეზონი, ავლენს სხვადასხვა რეაქციებში. კერძოდ ეს ოჯახები, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანუ ჰადრონთა ოჯახები, იმის გამო, რომ კვარკები მონაწილეობენ ძალიან კაცრი წესებით მათ შედგენილობაში, ემორჩილებიან გარკვეულ სიმეტრიის წესს, აი სიმეტრიას თქვენ უკვე ხედავთ აქ, რომ აი გეომეტრიული ფიგურა, ექვსკუთხედი, ასე ვთქვათ, წესიერი ფიგურა არის და მის წვეროებში აი ეს სამი კვარკი, კერძოდ აი სხვადასხვა ფერებით, წითლად, ლურჯად და მწვანედ მოცემულია მხოლოდ სამი ტიპის კვარკი იმ 6-თაგან, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ხო, კერძოდ ეს არის up, down და უცნაური strange კვარკი, თუ სხვადასხვა კომბინაციაში მოვიყვანთ აი ამ სამეულებს, ხო, აი მაგალითად პროტონი თურმე შედგება 2 up და 1 down კვარკისაგან, მისგან განსხვავებით ნეიტრონი შედგება 2 down და 1 up კვარკისაგან. შემდეგ თუ გამოვიყენებ სხვადასხვა კომბინაციაში ამ უცნაურ კვარკს, აი მწვანე ფერით, რომელიც არის აქ აღნიშნული, მივიღებ სხვა ბარიონებს, რომელიც არ მონაწილეობს ბირთვების შედგენილობაში, თუმცა სხვა ნაწილაკების შედგენილობაში ის მონაწილეობს, რომლებიც ეს ყველა ნაწილაკი უკვე აღმოჩენილია. ეს პირველი მცდელობა სიმეტრიის გამოყენებით, ანუ სიმეტრიის გზით, გარკვეული მკაცრად შერჩეული წესებით ამ კვარკების კომბინაციისა აეგოთ ჰადრონები, გამოყენებული იქნა ამერიკელი ფიზიკოსის მიერ, მარი გელმანის მიერ 1961 წელს და ამ გზას მან დაარქვა რვაობითი გზა, დღესაც ეს მოდელი ცნობილია როგორც რვაობითი გზა. კერძოდ რატომ? რომ აი აქ თქვენ ხედავთ, რომ ამ 6 კუთხედის წვეროებზე თითოეულ წვერო არის 6 და ცენტრში მოთავსებული არის 8 ნაწილაკი. მთლიანად აი ამ სამი კვარკისაგან შემდგარი სამეულები შეიძლება ადგენდეს 8 ცალ ნაწილაკს და წარმატება ამ მარი გელმანის რვაობითი გზისა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა ის ნაწილაკი, რომელსაც წინასწარმეტყველებდა ეს მოდელი და იმ დროისათვის არ იყო აღმოჩენილი, მოგვიანებით ყველა იქნა აღმოჩენილი და ეს რვაობითი გზა იყო დადასტურებული. ძალიან მარე, ეს დაახლოებით 7-8 წელიწადში მოხდა იმის გამო, რომ ეს მოდელი იყო ასეთი წარმატებულად და დადასტურდა ყველა ექსპერიმენტზე და ცთაზე, მარი გელმანს 1979 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ანუ ამის შემდეგ ეს რვაობითი გზა არავითარ ეჭვს მეცნიერებს შორის აღარ იწვევდა. უფრო შორს წავიდნენ მეცნიერები ამ სიმეტრიის ენით, აი გამოსახულია მაგალითად უკვე სამგანზომილებიანი პირამიდა, რომლის ასე ვთქვათ, ასეთ კვეთებში, რომელსაც სამკუთხედები წარმოადგენს და აი ამ გადაკვეთის წერტილებში და მის წიბოებზე გარკვეული წესით მოთავსებული არის ნაწილაკები, კერძოდ აქ უკვე დამატებული არის სხვა კვარკებიც, კერძოდ თქვენ ხედავთ, რომ აქ არის დამატებული ბოტომ კვარკიც ეს კვარკთან ერთად და აი ეს სხვადასხვა კომბინაციები უკვე ადგენენ სხვადასხვა ნაწილაკებს. თითოეული ნაწილაკის, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება ასეთი გარკვეული ლამაზი მათემატიკური სიმეტრიით იყო თითქოს უჩვეულო, მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი მეცნიერებისათვის იყო ისა, რომ აი ასეთი მკაცრი სიმეტრიით და მათემატიკურად კარგად განსაზღვრული მოდელები, რომლებიც რა თქმა უნდა ქაღალდზე და თეორიულად გამოიყურებიან ძალიან ესთეტიკურად, მაგრამ შეიძლება ცოტათი ხელოვნურად მოეჩვენოს ვიღაცას, ამის და მიუხედავად ბუნება თურმე მართლაც მუშაობს ამ სიმეტრიის ენით და ეს ყველა ნაწილაკი, რომელიც აი აქ არის განთავსებული, დღეისათვის აღმოჩენილია. აი ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება ამ რვაობითი გზისა და კერძოდ კვარკული მოდელისა, რომელიც შემოგთავაზა გელმანმა. ბუნებრივია ეს მარი გელმანი ამ შემთხვევაში არ იყო
მარტო კერძოდ აი მისმა წამოწყებამ რომ სიმეტრიის ენა უნდა თამაშობდეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ნაწილაკების ფიზიკაში, დასაბამი მისცა ახალ თეორიას, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა კვანტურ ქრომოდინამიკას, კერძოდ აი როგორც არის ელექტროდინამიკა, სინათლის ტალღებისა და ფოტონების თეორია, ანალოგიურად აი კვარკების შემთხვევაში შეიქმნა კვარკები დაკავშირებულია ძლიერ ურთიერთქმედებასთან, ანუ ჰადრონებთან, შეიქმნა კვანტური ქრომოდინამიკა. აი ეს სამი ადამიანი არის გამოსახული აქ, დანარჩენი ორი კერძოდ ფრიჩი და ლოუტვილერი, რომელმაც გელმანთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კვანტური ქრომოდინამიკის შექმნაში. კერძოდ ეს იყო დადასტურება იმისა, რომ თურმე ეს სიმეტრიები დაკავშირებული არის ნაწილაკების აგებულებასთან და კერძოდ შენახვად ახალ კვანტურ რიცხვებთან. შენახვადი სიდიდეები, როგორც ირკვეოდა, დაკავშირებული არის გარკვეულ სიმეტრიებთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ათამაშობს ბუნებაში, კერძოდ მასში მიმდინარე პროცესებსა და რეაქციებში. აქამდე ჩვენ საუბარი გვქონდა ამ ლექციაში ჰადრონებზე, რომლებიც თავს იჩენენ ძლიერ ურთიერთქმედებებში, მაგრამ მაგალითად ელექტრონი, რომელიც არის ატომის ორბიტაზე მოძრავი ნაწილაკი, მას არ გააჩნია ძლიერი ურთიერთქმედება, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერების შედგენილობაში. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ატომის ორბიტაზე ბრუნავენ ელექტრონები და ელექტრონების რაოდენობა ემთხვევა პროტონების რაოდენობას და სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თითეული ატომი არის ნეიტრალური. როგორც გაირკვა, არსებობენ ეგრეთ წოდებული ელექტრონის მონათესავე ნაწილაკები, მოგვიანებით მათ ეწოდათ მიუ მეზონი და ტაუ მეზონი, აღნიშნული არის ბერძნული მიუთი და ტაუ ალფაბეტის ასოებით. მიუ და ტაუ აქვს ძალიან მსგავსი თვისებები ელექტრონთან, ანუ ისინი ურთიერთქმედებაში იდენტურ და ანალოგიურ თვისებებს ავლენენ როგორც ელექტრონი, მაგრამ განსხვავება არის მხოლოდ იმაში, რომ ისინი ელექტრონთან შედარებით არიან გაცილებით მძიმე, თუმცა ისინი ქმნიან ელექტრონთან ერთად დამუხტულ ეგრეთ წოდებულ ლეპტონთა კლასს, ხო, ანუ რახან ელექტრონი არის დამუხტული, ანუ მას აქვს ელექტრული მუხტი -1, მიონსაც და ტაუ ნაწილაკსაც აქვს -1 მუხტი და მათ აქვთ ანალოგიური თვისებები ელექტრონისა. მე აღვნიშნე, რომ ელექტრონი რადიოაქტიურ დაშლებში, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ბეტა-დაშლის რეაქცია, ყოველთვის მასთან ახლავს ნეიტრინოს გამოსხივება. ანუ რადიოაქტიურ დაშლებში თითოეულ ლეპტონს, იმის გამო რომ ლეპტონური რიცხვი უნდა შეინახოს, თან ახლავს ნეიტრინოს გამოსხივება. როგორც ირკვევა, ელექტრონს ახლავს ყოველთვის ელექტრონული ნეიტრინოს გამოსხივება, აი აღნიშნული არის ბერძნული ნიუთი ინდექსით E, ხოლო თუ რადიოაქტიულ ან სხვა რეაქციებში ხდება მიუ და ტაუ ნაწილაკების დაბადება, მათ ყოველთვის ახლავთ თავისივე ნეიტრინოების გამოსხივება, ანუ როგორც გაირკვა, თითოეულ ამ ლეპტონს, ანუ კერძოდ ელექტრონს, მიუსა და ტაუს აქვს თავისი პარტნიორი, ეგრეთ წოდებულ პირობითად ქვია, რა თქმა უნდა, ეს პარტნიორი ნეიტრინო, ანუ რახან არსებობს სამიცალი დამუხტული ლეპტონი, ელექტრონი, მიუ და ტაუ ნაწილაკების სახით, ასევე არსებობს თითოეულის პარტნიორი ნეიტრალური ნეიტრინო. ელექტრონის მონათესავეს, ანუ პარტნიორს ქვია ელექტრონული ნეიტრინო, მიონის პარტნიორს ქვია მიონური ნეიტრინო, ხოლო ტაუნურ ნეიტრინოს ქვია ტაუნური ნეიტრინო და აღნიშნება ასეთი ისევ ნიუ სიმბოლოთი და ინდექსით ტაუ. ეს 6 ნაწილაკი, კერძოდ დამუხტული 3 ლეპტონი, ელექტრონი, მიონი და ტაუ და მათი მონათესავე პარტნიორი ნეიტრინოები ადგენენ ლეპტონთა კლასს. ანუ სურათი გვაქვს ასეთი, რომ ჩვენ გვაქვს 3 თაობა, 6 ცალი ლეპტონი და 6 ცალი კვარკი. უკვე აღვნიშნე, რომ ამ ნეიტრინოს არსებობა მნიშვნელოვანი იყო გარკვეული შენახვის კანონებისათვის. ერთ-ერთი იყო სპინის შენახვა, კერძოდ აი აქ არის მოყვანილი ბეტა-დაშლის
რეაქცია, როდესაც ნეიტრონი იშლება პროტონად, გამოასხივებს ასევე ელექტრონს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრინო. კერძოდ, ქუდი აქა new bari აღნიშნავს იმას, რომ ეს არის ნეიტრინოს ანტინაწილაკი, ანუ მას აქვს საწინააღმდეგო კვანტური რიცხვები, რაც გააჩნია ნეიტრინოს. აქ არის შენახვის კანონები, რომ ნეიტრინოს გარეშე აქ სპინი არ შეინახებოდა, ანუ ნეიტრინოსაც აქვს 1/2 სპინი და ამას გარდა ანტინეიტრინო აქ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ლეპტონური რიცხვიც შეინახოს. ანუ ელექტრონი ყოველთვის უნდა ელექტრონის გამოსხებას ყოველთვის თან უნდა სდევდეს ანტინეიტრინოს გამოსხება. ეს არის მნიშვნელოვანი ამ შენახვის კანონებში. რომ შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელ ლექციაზე, რაზეც გქონდათ საუბარი, ეს ადგენს მთლიან ცხრილს თუ თანამედროვე გაგებით რისგან შედგება ჩვენი მატერია. ეს არის 6 ცალი კვარკი, რომელიც სტაფილოსფერ უჯრედებში არის მოცემული ამ ცხრილში, U, D, C, S, T და B და 6 ცალი ლეპტონი, რომელიც ლურჯ უჯრედებში არის აქ ჩაწერილი, კერძოდ დამუხტული ლეპტონები, ელექტრონი, მიონი და ტაუ და ასევე მათი პარტნიორი ნეიტრინოები. დღევანდელი გაგებით ეს ლეპტონები და კვარკები აგებენ სამთაობას მატერიისა. პირველ სვეტში მოთავსებული არის ის ნაწილაკები, რისგანაც შედგება ატომები, ანუ ის მატერია, რისგანაც შედგება მთელი ნივთიერება, რაც ჩვენს ირგვლივ არის. უდადი კვარკები ადგენენ გარკვეული კომბინაციებით პროტონსა და ნეიტრონს, შემდეგ პროტონები და ნეიტრონები ადგენენ ნებისმიერ ბირთვს და ამ ბირთვის გარშემო შესაბამისი რაოდენობა მბრუნავი ელექტრონებისა უკვე ადგენს ატომებს. ატომები განლაგებული არის ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ეს პირველი სვეტი არის ჩვეულებრივი ნივთიერების შემადგენელი. ისინი გაერთიანებული არიან პირველ თაობაში, რომაული ასოებით ციფრებით არის, ხო, ნომრებით, რომ პირველი თაობა არის სწორედ ეს პირველი სვეტი. მეორე თაობის კვარკებიც და ლეპტონებსაც თურმე აქვთ ძალიან მსგავსი და ანალოგიური ურთიერთქმედების ტიპები და თვისებები, რაც აქვთ პირველი თაობის, ნაწილაკებს განსხვავება არის მათ მასებს შორის, როგორც ირკვევა მეორე თაობის დამუხტული ლეპტონი, აი თქვათ მიონი და კვარკებიც არის გაცილებით მძიმე, მათ უფრო დიდი მასა აქვთ ვიდრე პირველი თაობისა და შესაბამისად მესამე თაობის ლეპტონებსა და კვარკებს აქვთ უფრო დიდი სიდიდის მასები. შეიძლება ჩვენ გაგვიჩნდეს კითხვა, რაში დასჭირდა ბუნებას ამ მეორე და მესამე კვარკებისა და ლეპტონების არსებობა, მაშინ როდესაც ნივთიერება ჩვენს გარშემო რაცა ყველაფერი ამოიწურება მხოლოდ პირველი თაობით. როგორც ირკვევა, მეორე და მესამე თაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი სამყაროს არსებობისათვის და ამ მეორე და მესამე თაობა ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამყაროს ისეთი სახით ჩამოყალიბებისათვის, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი მომავალ ლექციაზე. რომ შევაჯამოთ, აქ არის სქემატურად გამოსახული ის მასშტაბები, ამ ნაწილაკების კლასიფიკაციისა და ცოდნით ჩვენ გადავდგით საკმაოდ დიდი ნაბიჯი ატომიდან, ანუ ატომური ზომიდან კვარკებსა და ელექტრონებამდე. კერძოდ გასული საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა, რომ ატომი იყო განუყოფელი, ატომის ზომა არის აქ მოცემული, ეს არის 10-10 მეტრი და დღესდღეობით განუყოფელი, ანუ ყველაზე ელემენტარული, რაც ჩვენ გვგონია, რასაც თვლით განუყოფელად ჯერჯერობით არიან კვარკები და ლეპტონები, აქ ელექტრონია გამოსახული, თუმცა როგორც აღნიშნეთ, სხვა ლეპტონებიც არსებობს. აქ ერთ-ერთი ელექტრონი არის ამ სურათზე მოყვანილი. მათი ზომები არის ნაკლები ამ მასშტაბზე 10-18 მეტრზე. ამ 100 წელიწადში თითქმის ნაბიჯი გადაიდგა 8 რიგით უფრო ღრმად ჩავედით ჩვენ ზემცირე მანძილებზე. ეს სქემატურად მასშტაბი ასეა გამოხატული, თქვენ თუ ჩავთვლით მაგალითად კვარკისა და ელექტრონის მასას ერთეულად, შემდგომი ზომას თუ ჩავთვლით ერთად, შემდგომი ზომები არის ასეთი სკალით მოცემული, კერძოდ პროტონისა და ნეიტრონის ზომა არის 1000-ჯერ მეტი კვარკისა და ლეპტონის სავარაუდო ზომაზე. შემდგომ, ესე იგი, ბირთვების
ზომა არის 10000 ჯერ მეტი, ხოლო აი ბირთვიდან ატომამდე ზომა კიდევ არის აი ასეთი დიდი რიცხვი. ასეთი დიდი მასშტაბებით ნაბიჯი გადავდგით ჩვენ წინ. თუმცა მთელი რიგი კითხვები კვლავ არის პასუხგაუცემელი, რომელიც აინტერესებს მეცნიერებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს გაგიჩნდათ ეს კითხვები, კერძოდ აი აქ კითხვის ნიშნები არის დასმული. კვარკები და ლეპტონებიც შედგებიან კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისაგან, თუ ეს არის ბოლო, ასე ვთქვათ, ეტაპი გაყოფისა და ამის შემდეგ გაყოფა აღარ ხდება. ანუ კითხვა არის თუ არა უფრო ელემენტარული ნაწილაკები ვიდრე კვარკები და ელექტრონები. რადგან ამ თითოეულ ნაწილაკებთან დაკავშირებული არის სხვადასხვა ტიპის ურთიერთქმედებები, ჩვენ 4 ტიპის ურთიერთქმედება ვიცით, რომელზეც გასულ ლექციებში მე ვისაუბრე, მათ გამოვლინებებზე და თვისებებზე. კერძოდ კითხვა არის, რომ არსებობს თუ არა კიდევ ახალი ტიპის ურთიერთქმედები, ანუ ახალი ტიპის ველები. სავარაუდოდ თუ ესეთი ახალი ტიპის ურთიერთქმედება არსებობს, მან თავი უნდა იჩინოს უფრო მცირე მანძილებზე, კერძოდ უნდა ჩავიდეთ უფრო მცირე მანძილებზე და შევამოწმოთ ეს კვარკები და ლეპტონები შედგებიან თუ არა უფრო სხვა მცირე ნაწილაკებისაგან. აი ყოველივე ამისი ცოდნა მომავალში ჩვენ შეგვძენს უფრო ფართე წარმოდგენას სამყაროზე და ჩვენ უფრო ჩავწვდებით ჩვენი სამყაროს შემადგენლობას. ამ საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ შემდეგ ლექციებზე. ამჯერად ვასრულებთ ლექციას, მოვალ შეხვედრამდე.